მოგესალმებით, დღეს მოვამზადებთ ბუჟენინას. ბუჟენინასთვის დაგვჭირდება ხორის ხორცი 2 კილოგრამი დაახლოებით, ჩემ შემთხვევაში არის მუცლის ნაწილი. სადაც ფენაფენად არის ხორცი და ცხიმი, და იდეალური ვარიანტია ბუჟენინასთვის. და მაშ ასე დავიწყოთ მომზადება, გავრიცხოთ ხორის ხორცს. ხორცს კარგად გავამშრალებთ. ხორცს უკვე დავამუშავეთ, კანი მოვაშორეთ. ზედმეტი ცხიმებით მოვაჭერით და შემდეგი ეტაპი. სანელებლები, სადაც დაგვჭირდება მარილი, შებოლილი პაპრიკა, სპეციალურ საკმაზე ხორცის ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, შავი წიწაკა, წითელი პილპილი და 5-6 კვილი ნიორი. გრამობას ყველაფერს დავდება წერაში, უფრო გაგიმარტივდეთ და ასევე დაგვჭირდება ჭურჭელი, სადაც ამ ყველაფერს გადავიტანთ. ნიორი უკვე ჩავჭყიდეთ ჭურჭელში, ასევე დაგვჭირდება მდოგვი, ნებისმიერ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე დავუმატებთ სანელებლებს, ორ სუფრისკობს ზეთს და კარგად ავურევთ ერთმანეთში. დაჭრილი დაფა დავგრინეთ, დავდეთ ხორცის ზემოდან. ეხლა მიღებულ მასას წავუსვავთ კარგად ყველგან. შემდეგ ამოვატრიალებთ ხორცს და იგივეს გავიმეორებთ მეორე მხარესაც. ასე უკვე წავუსვით ჩვენ ხორცს მიღებული, ეხლა გადავახვით რულეტივით და შევინახავთ მაცივარში 3 საათით. გავიდა 2 საათი, ეხლა ამის კარგად გადავახვით პერგამენტში. ეხლა გადავახვით ფოლგაში. ვაწყობთ დაახლოებით 2-3 საათი. ნუ გააჩნია პროცესში მივხვდებით, მზად არის თუ არა, მაგასაც გაჩვენებთ როგორ. მოკლედ 2 საათია ჩვენი ბუჟენინა რაც ხუმელშია. ეხლა შემოვხსნით ამ ფოლგას, პერგამენტსაც და შევდებთ დაახლოებით 15 წუთით ხუმელში, რომ გარედან ლამაზად გაიბრაწოს. ჩვენი ბუჟენინა მზად არის, ესეთი გამოვიდა. როგორც წვნიანია, შეიძლება არ გამოჩნდეს ვიდეოში, მაგრამ სიტყვაზე მინდით.